ფაშასე რა უნდა იცოდეს ბიომეურნემ, რაც დღეს არ იცის. ეს არის მიკრობიოლოგია და უნდა ჰქონდეს მიკრობიოლოგიის უნარჩვევები. ეს არ არის მარტივი, მაგრამ არც ძალიან რთული გახლავთ. ხლა იოლი მხოლოდ ფაფის ჭამა ისიც თუ ცხელი არ არის. გამოცდილ ხელმძღვანელთან ერთად სრულიად შესაძლებელია თვე ნახევარში პრიმიტიული მიკრობიოლოგიური ჩვევების გამომშვება, როგორიცაა სუბსტრატის სტერილიზაცია, გადათესვა, სუფთა კულტურის გამოყოფა და სამრეწველო რაოდენობით გამრავლება. ეს იმაზე რთული არ არის ნამდვილად, რასაც თქვათ ნებისმიერი დიასახლისი სამზარეულოში აკეთებს. ოღონდ არის წინაპირობა სკოლის ბიოლოგიის კურსი თავის დროზე, როდესაც ნასწავლი უნდა ჰქონდეს, შეიძლება ეხლა არ ახსოვდეს, რომ ცხოველურ უჯრედს ბირთვი აქვს, მაგრამ არც უნდა გაუკვირდეს, როცა ასეთ რამეს გაიგებს. და გახსენება უნდა შეძლოს იმ ცოდნისა, რომელიც როდესაც ბავშვობაში მიიღო. თუ გვინდა კომერციულად მნიშვნელოვანი მოსავლის მიღება, ბიოპრეპარატები თავად უნდა მოამზადოთ, ამას ალტერნატივა არ აქვს. ნაყიდი ბიოპრეპარატები ცოცხალი ორგანიზმებია, რომელიც ძვირია და ვერასოდეს აჯობებს ხარისხით თქვენს მიერ მომზადებულს. თუ რა თქმა უნდა იცით, თუ როგორ მოამზადოთ. თქვენი მომზადებული ყოველთვის უფრო ახალია და აგრესიული. ნაყიდ ბიოპრეპარატებისაგან განსხვავებით, შინ მომზადებულს ტრანსპორტირება და საწყობებში შენახვა არ სჭირდება. უკვე ეს არის შინ მომზადებულის ძალიან დიდი უპირატესობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის საშიშროება აგრონომიულად სასარგებლო მიკროორგანიზმის მაგივრად ფოთოგენი გაამრავლოთ, მაგრამ სახლში მაწონი არ გაგფუჭებიათ, ან კიდრეს მწნილი. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც სახლში დამზადებული წიწაკის მწნილის ჭამის შემდეგ ბოტულიზმით დაავადდნენ და ძლივს გადარჩნენ. მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ სახლში მზარეულობა შევწყვიდოთ. ხომ ასეა? მით უმეტეს, რომ ძალიან მცირე შანსია იმ სუბსტრატებზე, რაზედაც ბოვერია ბასიანა და ტრიქოდერმა მრავლდება, თქვენ გამრავლოთ ციმბირის წყლის ან შავი ჭირის გამომწვევი. ეს თითქმის გამორიცხული გახლავთ. აი ასპერგილუსი, რომელიც ასევე პათოგენია, ალბათ პერიოდულად გესტუმრებათ. მაგრამ იმისთვის ვსწავლობთ, რომ ასპერგილუსი ტრიქოდერმასა და მეტარიზიუმისაგან განვასხვაოთ. მით უმეტეს, რომ ჩვენ სულ 5-7 სახეობასთან გვექნება საქმე. შინ დამზადებული ბიოპრეპარატები არა უბრალოდ ნაყიდ ბიოპრეპარატებზე იაფი და ეფექტურია, არამედ გავრცელებულ შხამქიმიკატებზედაც ბევრად იაფია. შედეგად, ბიოპროდუქცია ხდება ბევრი, იაფი, უბნებელი და გემრიელი. შესაბამისად იზრდება შემოსავალიც. ამ ბიომეურნეობის სასწავლო კურსის პირველივე ვიდეოში გითხარით, რომ ბიომეურნეობის მთავარი პრინციპებია ძველი რომაული აფორიზმები. პირველი divide et impera, ანუ გათიშე და იბატონე, და მეორე amicus meus in amicus in amici mei, ანუ ჩემი მეგობარი, ჩემი მტრის მტერია. პოლიტიკისაგან განსხვავებით, ბიომეურნეობაში ეს მიკროორგანიზმებს ეხება. ჩვენ უნდა გავამრავლოთ მეგობარი მიკროორგანიზმები და დაუპირისპიროთ სხვა მიკროორგანიზმებს, რომლებიც მცენარეთა მავნებლებს წარმოადგენენ. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.